კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 16 საათზე, მე ნინო სალუქაძე ვარ. ტერორიზმის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 3 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. პროცესი ესწრებოდა თავად ბრალდებული, რომელმაც საბოლოო სიტყვით ისარგებლა და ჩადენილი ქმედება აღიარა. მე დეტალს ანა შანიძე გვეტყვის, რომელიც საქალაქო სასამართლოდან გვერდდება პირდაპირ ეთერში. ანა, გისმენთ. დიახ, მოსამართლემ გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა და როგორც აღნიშნეთ, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალეკო ელისაშვილი დამნაშავედ ცნომას 13 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული ბრალი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. განაჩენის გამოცხადების მომენტში სასამართლო პროცესი იყო დახურული, მას არ ესწრებოდა დამსწრეები და თავად ბრალდებულიც, ვინაიდან მანამდე მას შემდეგ რაც ალეკო ელისაშვილმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა და უცენზურო სიტყვით დაასრულა საკუთარი სიტყვა, მოსამართლემ ის სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს შეურაცხყოფისა და უპატივცემულობის გამო გააძევა და პროცესი დახურა. როგორც უკვე გითხარით, ალეკო ელისაშვილმა ისარგებლა საბოლოო სიტყვით და დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა ბრალდებულის მხრიდან ჩადენილის აღიარება. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ის ნანობს მხოლოდ იმას, რომ დაიჭირეს. ქალაჩუნობა მაღიზიანებს ეთერებში რომ დამსხდარან და ამბობენ ელისაშვილმა პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინაო. ქალაჩუნურად ფიქრობთ, მე თავს კი არ ვიმართლებ, პოლიტიკოსად არ დაუბადებულ ვარ, დავიბადე კაცად. მახსჯობდა პროტესტის გრძნობა და როგორც შემეძლო ისე ვიმოქმედე, თუმცა არ გამომივიდა. მაგას ვნანობ, რომ დამიჭირეს. მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე, ელისაშვილის ადვოკატები და ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. რაც შეეხება პროკურატურას, ბრალდების მხარეს დღევანდელი გადაწყვეტილების მოლოდინი ჰქონდა, ვინაიდან პროკურორის განმარტებით საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ალეკო ელისაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა, ტერორისტული აქტის განზრახვა და სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია. როგორც მოსალოდნელი იყო ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შეფასებას ისეც გავაკეთებთ, როგორიცაც პროცესის დასაწყისში ვსაუბრობდით. მოსალოდნელი იყო ის ყოველივე, რომ არ გაითვალისწინებდა დაცვის მხარის მტკიცებულებებს, ექსპერტიზის დასკვნა, რამე ეჭვი არსებობს საქმეში, უნდა გადაწყდეს ბრალდებული სასარგებლოდ სამწუხაროდ, ბატონმა გელაშვილმა აღნიშნული არ გაითვალისწინა და დასაბუთების გარეშე ალეკო ელისაშვილი დამნაშავედ ცნო. სასამართლომ განმარტა ის, რომ გაიზიარა სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც იყო უტყუარი, თანმიმდევრული, ისაუბრა უშუალოდ საქმეში არსებულ ვიდეო ჩანაწერზე, რომელშიც ნათლად იყო აღწერილი ბრალდებულის ყველა მოქმედება, ასევე ისაუბრა, რა თქმა უნდა, ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებზე, რომლებიც იყო ასევე თანმიმდევრული და სრულად აღადგენდა ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ბრალწარდგენილი ქმედების ჩადენის თითოეულ სურათს, ასევე სასამართლომ შეაფასა ის, რომ ბრალდებულის ქმედება ცალსახადად იყო ტერორისტული აქტის მცდელობა და მას გააჩნდა ტერორისტული მიზანი და ამ შემთხვევაში ეს იყო სწორედ სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია, რაც ნათლად და მკაფიოდ იყო გამოკვეთილი. ასევე მოსამართლემ ისაუბრა სასჯელთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სასჯელი, რომელიც მას განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, იყო რელევანტური მის ქმედებასთან, ასევე მინიმუმთან დაკავშირებით ისაუბრა იმ კონტექსტში, რომ ბრალდებულმა ვინაიდან აღნიშნულ სხდომაზე მისი განმარტებებით, ასევე ქცევით, ასევე არც ერთ ეტაპზე ქმედების არაღიარებით და მონანიების ასე ვთქვათ არ ქონით, ფაქტობრივად ვერ დაიმსახურა ის, რომ მინიმუმი ყოფილიყო მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე გასულ წელს დააკავეს გამოძიების ინფორმაციით, რომელსაც ამყარებს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო ჩანაწერი. 2025 წლის 29 ნოემბერს შეიარაღებული ალეკო ელისაშვილი სასამართლო შენობის კანცელარიის შენობაში შეიჭრა ნივთებს და სხვა სახის ნივთებსა და ტექნიკას არნებადი ნივთიერება დაასხა, თუმცა ცეცხლის წაკითხება ვერ მოახერხა, ვინაიდან მანდატური სამსახურის თანამშრომლებმა მისი განიარაღება შეძლეს. ვიდეო კადრებში ჩანს ასევე ისიც, რომ ბრალდებული და უკვე მსჯავრდებული ალეკო ელისაშვილი თავს ესხმის მანდატურის თანამშრომლებს, რის შემდეგაც მათ დაზიანებებიც მიიღეს.
სასამართლოდან ანა შანიძე საუბრობდა. მადლობა ანა. გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თორნიკე კაჭარავას უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და სასჯელ სიხდის. მიმალოში მყოფი დავით დეკანოსიძე კი მოკლულის ოჯახის ინფორმაციით სამართალდამცველებმა სომხეთში დააგავეს. კაჭარავას და დეკანოსიძეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი. ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. პროკურატურა კი საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებზე მიუთითებს, რომლითაც მათი ინფორმაცია დასტურდება, რომ 2015 წელს თბილისის ცენტრში მომხდარი მკვლელობა სწორედ კაჭარავამ და დეკანოსიძემ ჩაიდინეს. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის დასაბუთება, რომ ორივე ბრალდებულის მხრიდან არსებობდა როგორც დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ასევე მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა. საქმეზე წარმოდგენილია როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნები და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ დადასტურებულია საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს სწორედ წარდგენილი ქმედება. ბრალდების მხარე ითხოვდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახის პატიმრობის გამოყენებას. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებოდი აღნიშნულს. მე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. შესაბამისად, მე როგორც ადვოკატი გავეცანი სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ვერანაირი მტკიცებულება პირდაპირ კი არა ირიბიც ვერ ვიპოვნე, რაც დაადანაშაულებდა დავით დეკანოსიძეს აღნიშნული ბრალდების ჩადენას. იმედს ვიწოვებ, რომ ამ საქმეზე დადგება კანონიერი გადაწყვეტილება. ბრალი წაუყენეს თორნიკე კაჭარავას, დაუსწრებლად დავით დეკანოსიძეს. აქ მინდა გავჩერდე და აღვნიშნო, რომ დავით დეკანოსიძე ოჯახის უტყუარი ინფორმაციით დაკავებულია სომხეთში. და იმედი გვაქვს სამართალდამცავი სტრუქტურების, რომ მოხდება უახლოეს დროში ექსტრადირება. სხვა მოლოდინი ჩვენ არც გვქონდა. მოხდა ის, რაც უნდა მოხდარიყო. ქართული ოცნების თავმჯდომარე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ბორდის წევრებს შეხვდა. სამშაბათო შეხვედრაზე განიხილეს ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კონფერენციები და დისკუსიის ფარგლებში გამოკვეთილი საკითხები. პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მომდევნო 2 წლის განმავლობაში მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარეძე და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი. ჩვენ განვიხილეთ ის შეხვედრები, რომლებიც შედგა რეგიონებში. ბევრი საკითხი გამოიკვეთა ამ შეხვედრაზე, ასევე ჩვენი სამოვლო გეგმები გავიარეთ ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობის თვალსაზრისით. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, განსაკუთრებით შემდეგი 2 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით დავსახეთ კონკრეტული გეგმები და აქტიური მუშაობა გაგრძელდება. ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა მომავალში. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სწორად ჩვენი მუშაობის დაგეგმა და რა თქმა უნდა გედარხლ ვეთქვი, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით შემდეგი განსაკუთრებით 2 წლის განმავლობაში. ყველა ვხედავდით თუ რამდენად კარგად ჩაიარა და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ფორმატი, რომლითაც ვესაუბრებოდით ახალგაზრდებს, ვესაუბრებოდით მათთვის ყველა საჭირო თემაზე, არსებულ გამოწვევებზე რეგიონებში, ქალაქებში, სოფლებში და რაც ყველაზე მთავარი იყო ბოლო პერიოდში გვახსოვს თუ რამდენად იყო თავისმოყრული პოლარიზაცია და საუბარი იმაზე, რომ თითქოს ქართული ოცნების ახალგაზრდულსა ზოგადად გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები და ჩვენ სრულიად საპირისპირო ვიხილეთ, ძალიან კარგად და დადებითად ჩაიარა ამ ყველაფერმა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაგრძელება აუცილებლად ექნება ამას, მუშაობთ ფორმატზე, დღევანდელი შეხვედრაც სწორედ მიმართული იყო ამისკენ, რომ პარტიის თავმჯდომარესთან ერთად პრემიერ-მინისტრთან ერთად, ვიცე-პრემიერთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ვისაუბრეთ იმ ყველა საკითხზე, რაც ახალგაზრდების მხრიდან იყო დასმული, ყველა პრობლემაზე, ყველა გამოწვევაზე. ასეთი პირდაპირი კომუნიკაცია ბატონ პრემიერთან არის დასტური იმისა, რომ რეალობაში იქცევა ის ინიციატივები, რაც ახალგაზრდებმა გააჟღერეს, ხოლო ის გამოწვევები, რაც მათ დაასახელეს, აუცილებლად გამოსწორდება. მათ შორის აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ორი ძირითადი პრობლემა,
რომლებიც ახალგაზრდების მხრიდან დასახელდა, ეს გახლდათ მიგრაცია რეგიონებიდან, რასაც ბუნებრივია იწვევს ის, რომ ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ საიმისოდ, რომ დარჩნენ რეგიონებში, აქ ჰქონდა მეორე გამოწვევად უკვე გამოიყო ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობა, რადგანაც მეტი ახალგაზრდული სივრცე კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შეკრებს ერთად და კიდევ უფრო ბევრ კარგ პროექტს დააგეგმნებს ერთობლივად. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელმაც ხელისუფლების ინიციატივით შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველო შექმნის მმართველობა დაადასტურა. ასეთია მმართველი გუნდის შეფასება გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სლოვენიელი ბლოგერის საჩივარზე დაადგინა, რომ საჯარო სივრცეში ადამიანების შეურაცხყოფის ფაქტების გამო მის მიერ გამოყენებული სასჯელი სამართლიანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა კი ამ შემთხვევაში აუცილებელი იყო. პრემიერ-მინისტრის შეფასებით სწორედ აღნიშნულ მიდგომას ეფუძნება ქართული კანონმდებლობას, რომელიც გარედან თავისმოხვეული აგრესიისა და სიძულვილის პრევენციას ემსახურება. ეს არის აბსოლუტურად ჩანსაღი გადაწყვეტილება. პრინციპი მარტივია, არ შეიძლება გასცაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას სამართლებრივ საზოგადოებაში. ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ მიდგომას ეფუძნება ჩვენი კანონმდებლობაც, რომელიც მივიღეთ ცოტა ხნის წინ. თქვენ იცით, რომ ქვეყნის გარედან ჩვენ თავს გვახვევენ სიძულვილს, აგრესიას, რაც არის ქართული საზოგადოებისთვის არაორგანული მოვლენა. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ გარედან თავს მოხვეულ ტენდენციებს დავუპირისპირდეთ, ამას ემსახურება კანონმდებლობა და ამისათვის შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამ მიმართულებით მაქსიმალურად აქტიურად უნდა გაგრძელდეს მუშაობა. ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება. ფაქტი არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სიძულვილის ტირაჟირება მიზანმიმართულად ხდება, ამიტომ ამ ადამიანებს ძალიან წყინთ, როდესაც აქ საქართველოში ეროვნულ დონეზე არსებობს შესაბამისი რეგულაციები და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ზურგს უმაგრებს იმ ცვლილებებს, რაც ცოტა ხნის წინ ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო. გუშინწინდელი გადაწყვეტილება სლოვენიის წინააღმდეგ საერთოდ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი ითვალისწინებს როგორც შეურაცხყოფისთვის, ასევე ცილის წამებისათვის. შესაბამისად, ის რაც მისაღებია და ის რაც ევროპული კონვენციის შესაბამისია, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს იყოს გატარებული, რაც ხდება კიდეც და ვნახეთ, რომ პრაქტიკაში უკვე სიძულვილის ენის შეურაცხყოფების შემცირება ხდება, რაც გამოწვეულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტური საქმიანობით. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილების პარალელურად საქართველოში სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ლევან ჭაფოძის მიმართვის საფუძველზე გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის უქმი განიხილა. შეურაცხყოფის ფაქტზე იოსებ მარტაშვილი სასამართლომ სამართალდამღვრა ცნოდა 500 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. მოქალაქის მიმართ სიტყვა შეურაცხყოფის ფაქტზე სამართალდარღვევის უქმი იქნა შედგენილი იოსებ მარტაშვილის მიმართ. გურჯაანის რაიონულ სასამართლოს დადგენილებით პიროვნებას ცნობილი იქნა სამართალდამღვრად და განისაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. შიგნით აქცია, გარეთ სანქცია. ოპოზიციის უცვლელ სტრატეგიაზე ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მთავარი საპროტესტო მუხტის გაღვივება, ქვეყნის გარედან კი სანქციებით მათი დახმარება. ოპოზიციის ტრადიციული გეგმა საკუთარი ქვეყნის ღალატი და ხალხის მიმართ მტრული დამოკიდებულების მორიგი ლუსტრაციაა ქართული ოცნობისთვის. პრემიერ-მინისტრის განცხადებით გვარამიას აღნიშნული მიდგომა ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც მმართველ გუნდს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს შეტანილი. საქმე არის აღძრული, ზუსტად ამ მიდგომასთან დაკავშირებით, რაც არის მოღალატეობრივი მიდგომა, რაც არის ფართოგაგებით დანაშაულებრივი მიდგომა. ნახოთ რა კვალიფიკაციას მიცემენ ამას საგამოძიებო უწყებები, მაგრამ ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი. შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი იმისათვის, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის. ამას 2024-25 წლებში სათანადო პასუხი გაცა არჩევნებზე საზოგადოებამ, თუმცა ეს არ არის საკმარისი. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს მოუზადებული ასევე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ზუსტად ეს მიდგომა ქვეყანაში აქცია, გარეთ სანქცია, ზუსტად ეს მიდგომა ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ღია
მჭრული დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ, საკუთარი სახელმწიფოს მიმართ. ნიკა გვარამიას განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მისთვის და მისი დაჯგუფებისათვის, ბანდისათვის, კოლექტიური ნაწმოძრაობისათვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ისინი დამოკიდებულები არიან გარე აქტორებზე, გარე პატრონებზე, გარე მართლობაზე, რომელიც საქართველოში დამყარებული იყო 2003-2012 წლებში. ისინი ახლოს გარედან არიან მართულები და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მათი მთავარი პოლიტიკური აქტივობა არის ქვეყნის გარეთ, მაშინ, როდესაც ხელისუფლების წყარო არის მხოლოდ ქართველი ხალხი. ამიტომაც არიან ისინი არაკონსტიტუციურები. მისი მეთოდი არის, თუ კიდევ ერთხელ საზოგადოებას უთხრა, რომ ის არ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა საქართველოში და ის მოქმედებს თავისი პატრონების სცენარით, რომლებიც ესე იგი ყოველგვარი დაუსაბუთებელი სანქციებით ემუქრებიან საქართველოს და ესენიც უნისონში ათვითონ რაღაც აქციებს დაახვედრებენ. ესენი არიან უცხოეთიდან სრულად მართული და მე არ გაუკვირდეთ, რომელიმე ზოგჯერ უსამშობლოს დაუძახებს, ზოგი აგენტს დაუძახებს, ზოგი კიდევ რას. ნაციონალურ მოძრაობაში კრიზისი სულ უფრო მწვავდება. უკვე ყოფილი თავმჯდომარე შიდა პარტიული არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებულ რეფორმატორთა საბჭოს მენეჯმენტიც ამორჩევლის მიერ უნდა დაკომპლექტდეს, სხვა შემთხვევაში საბჭოს ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საპასუხოდ ჯორჯოლიანი ბოკუჩავას ახსენებს, რომ ლეგიტიმაციის მთავარი წყარო მხოლოდ სააკაშვილი, ახსენებს იმასაც, რომ ლევან ხაბეიშვილი მან არჩევნების გარეშე შეცვალა. ამასთან ჯორჯოლიანმა თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით აზრი კიდევ ერთხელ შეიცვალა და განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ნაცმოძრაობის პრემიერობის კანდიდატობას დათანხმდება, თავად პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. პრემიერის მინისტრის შეფასებით აგენტურული ოპოზიციას პრობლემები აქვს, მათ შორის საკუთარ ეგრეთ წოდებულ პატრონებთან თავის გამოჩენას ვერ ახერხებენ. ირაკლი კობახიძის თქმით, კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის მხოლოდ საზოგადოების უარი საკმარისი არ არის და გარეძალების მიერ მართული აგენტურა სამართლებრივ პასუხსაც მიიღებს. ჩვენი ამორჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილიც და ფართო საზოგადოებაც ერთგვარად დაბნეულია წესდებით გათვალისწინებულია, რომ მე გავაგრძელებ ამ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის მოვალეობის შესრულებას. ახლა საუბარია იმაზე, რომ თავმჯდომარის პოსტის გაუქმება მოხდეს ფორმალურად, სამართლებრივად ეს ასე ვერ მოხდება. სააკაშვილი იყოს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ეს ძალიან სწორია, იმიტომ ეს პრინციპში ყოველთვის ასე იყო. საუბრობდით დემოკრატიის აუცილებლობაზე, შიდა პარტიული დემოკრატიის აუცილებლობაზე. ამ პირდაპირ დემოკრატიის მოდელიდან უცებ გადავინაცვლოთ სხვა მოდელზე, სადაც დემოკრატიას და ხალხის ხმას პრინციპში ვივიწყებთ, მე მგონი არც თუ ისე სწორია. და ხალხის ნდობის და ლეგიტიმაციის მიღების რა გზა არსებობს? არჩევნები. ისეთი რთული ვითარება, ასეთი რთული მემკვიდრეობა პარტიას არ ქონია არასდროს. თავმჯდომარეობა არ უქმდება ნაციონალურ მოძრაობაში. შეიქმნა დროებითი საბჭო, იმიტომ რომ ერთი გადაწყვეტილების მიმღები არ იყოს ამ 6 თვის ვადაში. თინასთან კავშირზე იყო ჩემამდე ამ რეფორმატორების საბჭოს დეტალებზე. ამ უმრჩეველს ეძლევა შესაძლებლობა, ასე აირჩიეს თავის დროზე იყო ლევან ვარშალომიძესა და ნიკა მელიაშორის, ასე იყო ხაბესა და ნიკა მელიაშორის. ეს წესი დაიღება ერთადერთხელ. როდესაც თინა გახდა თავმჯდომარე, იმ შემთხვევაში დავთანხმდებით, თუ მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ ის იქნება პრემიერობის კანდიდატი, პასუხისმგებლობების აღებით, კამპანიის წარმართვაში ჩართვით, მან უნდა გააკეთოს ღია განცხადება, რომ ეს ჩემი კამპანიაა, მე ვარ ამ პარტიის პრემიერობის კანდიდატი. მაჩვენონ დემოკრატიული პარტიები, რომელიც არ არის ერთკაცზე აგებული. აი რომელი პარტია გახსენდება თქვენ, რომელიც მრავალ ლიდერია. მე ნაციონალური მოძრაობის გარდა თავმჯდომარის არჩევნები. აგენტურა არის მოშლილი. ეს ხომ ოპოზიციაც არ არის, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა და აგენტურა გამომდინარე იქიდან, რომ იბრძვის პირველობისთვის პატრონების წინაშე ამ კონკურენციაში ისინი ასე ვთქვათ ვერ ახერხებენ იმ წარმატების შენარჩუნებასაც კი რაც ჰქონდათ თუნდაც წლების წინ. არ არის საკმარისი მხოლოდ საზოგადოების პასუხი არჩევნებზე, ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხი. ეს არის აგენტურა სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, მათ საბოტას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება და ამისათვის რა თქმა უნდა ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს. ყოველთვის ესე ძალიან მძიმე დუბადრუკად ამთავრებს საკუთარ საქმიანობას ლუსტრირებული და გამოვლენილი აგენტურული კანტორა. რაც შეეხება სააკაშვილს, რა თქმა უნდა, ის ამ კანტორის ხელმძღვანელი იყო ყოველთვის, ვინაიდან აგენტების სიაში ყოველთვის იყო დაწინაურებული და ერთგვარი ნაცვისხის ფუნქცია ყოველთვის ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობაში და ამ ფუნქციის დაკარგვა, რა თქმა უნდა, მომავალშიც არ უნდა, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, როცა აგენტი ხარ, იქ ნაცვისხი იქნები თუ ნაცვისხის სათამაშო, შედეგი მაინც ერთია. აგენტებს და უცხო ქვეყნის სამსახურს
სამსახურში, უცხო ძალების სამსახურში მყოფ ადამიანებს არანაირი პერსპექტივა საქართველოში არ გააჩნიათ. ეს ზალა არის დამთავრებული, გაკონტრებული და რაც არ უნდა გააკეთო, როგორც არ უნდა მოახდინოს, რებრენდინგი ეგრეწოდებული. ამ პარტიას ვეღარ გადაარჩენ, იმიტომ რომ ქართულმა ხალხმა ამ ძალას უთხრა უარი ეთხილა სამგზავრო. სულთ რომ დავიანდი გარე პატრონების ამ გარე აქტორების წინაშე როგორღაც ეს ფუნქცია შეინარჩუნ აგენტურის ფუნქცია. ჩვეულებრივი საცირკო წარმოდგენაა, ხან დოკუჩავას შემოიყვანე, ხან ხაბეიშვილი ყავდა, ახლა ჟორჟოლიანი მოიყვანეს, გაკოტრებული ინტელექტისაგან გამოშიგნული ძალა. კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო 20-ში, მსოფლიოში კი 31 ადგილზეა. რეიტინგში ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში აქვეყნებს. საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო და უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 17 სახელმწიფოს. გლობალური კვლევის ფარგლებში საქართველოს შეაფასა 7 საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და პროექტმა. მიღწეული შედეგები ასახავს ქვეყნის პოზიციებს ბიზნეს გარემოს რეგულირებისა და ეკონომიკური მმართველობის კუთხით. მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებზე დაყრდნობით მომზადებული ეს მაჩვენებელი აფასებს თუ რამდენად ეფექტურად უწყობს ხელს სახელმწიფო პოლიტიკა კერძო სექტორის განვითარებას. ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა. ამის ნაწილია, რა თქმა უნდა, დამოკიდებულება კერძო სექტორის მიმართ. ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე და ჩვენ უსწრებთ არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას ყველა ეკონომიკური პარამეტრით, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესთან. აქედან გამომდინარე, ეს რეიტინგი არის აბსოლუტურად ლოგიკური. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში არის მინიმალური ბიუროკრატია, ქვეყანას გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთი და ზოგადად ეფექტიანი მარეგულირებელი ჩარჩო. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული გავლენას ახდენს ბიზნეს სექტორის შედეგებზე და შედეგებიც საკმაოდ შთამბეჭდავია, რეკორდულია ფაქტობრივად ყველა მიმართულება ბიზნეს სექტორის, როგორც გამოშვების მიმართულება, ასევე ბიზნეს სექტორის ბრუნვის მაჩვენებლები. საქართველოს ყველაფერს აკეთებს ჩვენი მთავრობა, ყველაფერს აკეთებს იმისაც, რომ კერძო სექტორი იყოს მხარდაჭერილი, რომ ჩამოყალიბდეს ძლიერი საშუალო ფენა, რაც ბუნებრივია არის კეთილდღეობის გარანტია საქართველოსათვის. საქართველოს განათლების მინისტრი პარიზში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძემ ოფიციალური შეხვედრები გამართა იუნესკოს გენერალურ დირექტორთან და განათლების საკითხებში იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილესთან. მხარეებმა საქართველოსა და იუნესკოს შორის მრავალწლიანი პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს. გივი მიქანაძემ მასპინძელს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. იუნესკოს წარმომადგენელმა გამხატეს მზადყოფნა, რომ ორგანიზაცია მომავალშიც აქტიურად დაუჭიროს მხარის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების განვითარებას. იუნესკოს ხელმძღვანელობის მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის გამორჩეული პარტნიორი იუნესკოსთვის და არაერთი მიმართულებით საქართველოსგან ბევრი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია განხორციელებულა სხვადასხვა იდეებისა თუ უკვე მიღწევების გაზიარების თვალსაზრისით. შევთანხმდით, რომ სამომავლოდ არა მარტო ინფორმაციის გაცვლით, არამედ სხვადასხვა კვლევებში ჩართულობით განათლების კუთხით და ასევე STEM მიმართულების თანამშრომლობით გვექნება აქტიური კომუნიკაცია. იუნესკოს გენდირექტორმა დიდი ინტერესით მოისმინა ის ცვლილებები, ის ამბიციური გეგმები და რეფორმები, რაც საქართველოში მიმდინარეობს, კერძოდ ზოგადი და უმაღლესი განათლების სფეროში. ასევე მის მოადგილესთან დილას გამართულ შეხვედრაზე უფრო დეტალურად იქნა სექტორულად განხილული რეფორმის მიმდინარეობა. სადაც იუნესკოს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები არა მარტო ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ სხვა ქვეყნებისთვის შეიძლება იყოს ინსპირაციის წყარო. შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველ მოადგილესთან ერთად ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა. სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და რეგიონში სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის პრევენციის მიზნით გატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით მუშაობა მომავალში აქტიურად გაგრძელდება. სულხან თამაზაშვილი სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, სადაც თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. დანაყოფების ხელმძღვანელებმა მინისტრს რეგიონში არსებული ვითარების მიმდინარე საქმიანობისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
ჯანდაცვის მინისტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს, რომელიც რეგიონის მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას გაზრდის. მათ შორის იყო ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობის მშენებლობის საკითხიც. ისაუბრეს ასევე ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ახალი პედიატრიული განყოფილების მშენებლობაზეც. როგორც მიხეილ სარჯოლაძემ აღნიშნა, აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება სამინისტროსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. სანიმუშო და სამაგალითოა განვითარების ის ტემპი და სწორად დაგეგმილი პოლიტიკა, რომელიცაც წარიმართება ზოგადად ჯანდაცვის სექტორის განვითარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ვფიქრობ, რომ ეს მართლა თვალსაჩინოა, სამაგალითო შეიძლება იყოს მთლიანად საქართველოსთვის და ვფიქრობთ, რომ ბევრი რამ ერთობლივი ძალისხმევით, ძალიან სწრაფად, სწორი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ამ რეგიონში თითოეული პაციენტის საკეთილდღო. ჩვენ მოგოცა შესაძლებლობა გვემჟელა მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, რაც დაგეგმილი არის, ჩვენ განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, ასევე ვიმსჯელეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორც იცით, დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარეობს 3 ინფრასტრუქტურული სამედიცინო მიმართულებით პროექტი და სულ ძალიან მალე მოხდება მათი დასრულება. ბათუმში ახალი ქორწინების სახლი აშენდება. პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი და სრულიად შეესაბამება ქალაქის თანამედროვე ურბანულ გარემოს, არქიტექტურულ იერსახესა და ზღვისპირა ლანდშაფტს. მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია იუსტიციის მინისტრმა მოადგილესთან, იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად დაათვალიერა. პროექტის მიზანია მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, კომფორტული და თანამედროვე სერვისის მიწოდება. ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ახალი ქორწინების სახლი აშენდება. შენობის პროექტის ავტორი ქართველია. ის სრულად არის მორგებული ბათუმის თანამედროვე ურბანულ დაგეგმარებას და ზღვისპირა ლანდშაფტს. ბათუმი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი ქალაქი. ის არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ტურისტული ცენტრი, რომელიც ყოველწლიურად 100,000-ობით ვიზიტორს მასპინძლობს. ეს პროექტი ქალაქის განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის. ამ პროექტის მთავარი უპირატესობა მისი ადგილმდებარეობა, ზღვისპირა ლოკაცია მას კიდევ უფრო განსაკუთრებულ ხასიათს შესძენს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსარმა და განათლების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშმა ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სივრცეები მოინახულეს. ვიზიტის მიზანი ხულოს მუნიციპალიტეტში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ადგილობრივი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერა იყო. პარლამენტის წევრებმა უშუალოდ შეაფასეს მერის პროგრამების ეფექტურობა, რომლებიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებისა და ქალთა ჩართულობის გაზრდას რეგიონული ეკონომიკურ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მოსახლეობას არა მხოლოდ სოციალური მიმართულებით კონსულტაციებს უწევს, ასევე მათ ეკონომიკურ გაძლიერებასაც უწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მხარე მისი დატვირთვით, ასევე ჩვენ მოვინახულეთ როგორც სახლ-მუზეუმი, ვიყავით ასევე სხალთის მონასტერში და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი მიგნებები გვაქვს, მათ შორის განათლების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტში, ქალთა ოთახებში და სწორედ ამ კუთხით ქალთა გაძლიერება ეს არის ყველა ინსტიტუციების ჩართულობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მგონია, რომ მომავალშიც ასეთი ინიციატივები კიდევ უფრო გააძლიერებს ქალებს მთაში. დავათვალიერეთ საგანმანათლებლო სივრცეები, ტურისტული ლოკაციები, შევხვდით როგორც საკრებულოს წარმომადგენლებს, ასევე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, მოისმინეს და გაეცნენ ადგილზე მუნიციპალიტეტის პროგრამებს. პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს ხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა სადაზღვეო სექტორის 2025 წლის ანგარიში წარუდგინა და მიმდინარე წლის 5 თვის შედეგები გააცნო. მხარეებმა სადაზღვეო სფეროში არსებული მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ხდომას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ. მთლიანად სექტორი იზრდება სტაბილურად, ბოლო წლებში, ბოლო 5 წელიწადში შემოსავლები სადაზღვეო პრემია, როგორც ვეძახით, არის გაორმაგებული. მთლიანი ციფრი გახლავთ 1 მილიარდ 411 მილიონი ლარი.
თუ გავიხსენებთ, მაგალითად 2016-ში იყო სულ 400 მილიონამდე. დღეს 1.411 მილიარდია. სადაზღვევო სექტორი ძალიან კარგად ვითარდება. მათმა ბრუნვამ გადააჭარბა 1.4 მილიარდს, ამავდროულად შარშანეთთან შედარებით გაიზარდა 12%-ით, რაც საშუალო ეკონომიკურ გზაზე ქვეყანაში უფრო მაღალია. თან ვითარდება ყველა მიმართულება, სადაც დაზღვევა არის ჩართული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივით დაგეგმილი საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში ბაკურიანში ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიც საარჩევნების მნიშვნელობა, საარჩევნო უფლებები, არჩევნების გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფა და თითოეული მოქალაქის როლი სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების პროცესში. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ინფორმირებული ამორჩეველი ძლიერი დემოკრატია და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. გავუმართეთ ძალიან საინტერესო შეხვედრა იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც მომავალ არჩევნებში პირველად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. შეხვედრის ფარგლებში ფაქტობრივად ამომწურავად ვისაუბრეთ ყველა იმ აქტუალურ და მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით და როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრისა და ახალგაზრდების მაღალი აქტივობიდან გამომდინარე, ჩვენ მივაწოდეთ მათ ინფორმაცია ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც მათ აინტერესებდათ. ახალგაზრდების მოთხოვნიდან გამომდინარე CSKO-ს უთხოვეთ, რომ ჩართულიყვნენ და ჩაეტარებიათ მათ ტრენინგი. უეწვია საარჩევნო კომისიამ, მისი ხელმძღვანელი ბატონი გიორგი და წელი დღის განმავლობაში ბავშვებთან ერთად მოხდა გაცნობა საარჩევნო თემატიკის. ვახორციელებთ ძალიან საინტერესო პროექტს ახალგაზრდებისთვის, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტები, ამორჩევლის როლის მნიშვნელობა ამ პროცესში, საარჩევნო პროცესის ადმინისტრირების სპეციფიკა. ეროვნულ სასახლეში მსახიობ ლიანა ასათიანის დაბადებიდან 100 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ალბომი, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა, ცნობილი ხელოვანის ცხოვრებას და შემოქმედებას გზას ასახავს. მასში თავმოყრილია პირადი ჩანაწერები, თორაძეების ოჯახური არქივიდან საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციაში დაცული ფოტომასალა, ასევე მსახიობის წერილები და ინტერვიუების ფრაგმენტები. ღონისძიება თორაძეების ფონდისა და შორენა შავერდაშვილის გამომცემლობის ორგანიზებით გაიმართა. ალბომის პრეზენტაციას დაესწრო კულტურის მინისტრიც. ეს დინასტიები, რომლებმაც დიდი კულტურული საგანძური დაუტოვეს ჩვენ ქვეყანას, არა მხოლოდ კინოთი, არამედ ამ ოჯახთან ბევრი რამ არის დაკავშირებული. ეს არ არის მარტო ქალბატონ ლიანას ცხოვრების შესახებ, წიგნი მოიცავს რასაკვირველია ბატონ გუგულისაც, ლექსოსაც და ეს ის დაუვიწყარი სახელებია, რომელიც ქმნის ჩვენ თანამედროვე კულტურას და რომელიც უკვე უნდა გადავცეთ ახალგაზრდებს და მომავალ თაობას. ჩემი აზრით ეს არის ძალიან ემოციური, საინტერესო და მნიშვნელოვანი წიგნი, იმით რომ აი რაღაცა ჩვენი ოჯახის თლიანად დაინახავთ, აი რა ხდებოდა შიკ ოჯახში. იმდენად საინტერესოა იყო და არის თავისთავად ქალბატონ ლიანას ჩანაწერები, ფრაგმენტები ინტერვიუებიდან, წერილები, რომელსაც ის წერდა თავისი ოჯახის წევრებს, რომ გადავწყვიტეთ მთლიანად წიგნი აი ამ პირად ჩანაწერებზე ყოფილიყო აწყობილი. ლიანა ცხოვრობდა ზუსტად ისე, როგორც მისი ქვეყანა, არც უკეთესად და არც უარესად. არ იქნებოდა გუგული თორაძის ეს შემოქმედება რო არა ლიანა, იმიტომ რომ ლიანა ასათიანმა შექმნა ეს ატმოსფერო. ასეთ იყო ახალი ამბები 16 საათზე, მე გემშვიდობებით, ეთერს კი პოლიტიკური პოსტი გააგრძელებს.